საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. დიდი ეროვნული შერიგება, ვინ მოთვლის, რამდენჯერ მოგვისმენია ამ ინიციატივის შესახებ, მაგრამ მისი მიღწევა გარემოებათა გამო შეუძლებელი გამხდარა. ხან პოლიტიკური მხარეები არ იყვნენ მზად კონსენსუსისთვის, ხან მათ ნაბიჯებს გულწრფელობა აკლდა. ხანაც უკვე შემრიგებელი აღარავინ იყო, ვისაც გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება შეეძლო. ახლა გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს ჩიხში შესული კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი მოძებნოს და ქვეყანაში პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ხიდჩატეხილობა გაამრთელოს. მოლოდინი მხოლოდ ასეთად რომ არ დარჩეს, კონკრეტულ ინიციატივებს უკვე გარკვეული ნაბიჯებიც უნდა მოყვეს, რაც ამ აქამდე შეუძლებელ მიზანს ხელშესაფხებს გახდის. შუღლისა და დაპირისპირების მიზეზი იმდენი დაგროვდა, რომ ჩამოთვლაც კი დაგღვლის, ამიტომ ჯერ ალბათ ერთმანეთთან მისასვლელი გზა უნდა გამოინახოს, საუბრისა და კომუნიკაციის საშუალება უნდა გაჩნდეს, რომ თუნდაც შეწყალება მოწყალებად არ იქცეს, ხოლო ზავი ფიქციად. სადაც ძალაუფლების მქონე ისევ საკუთარი სარგებლის მიღება შეეცდება, ძალაუფლების არ მქონე კი ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ხალხი კი კიდევ ერთხელ მოტყუებული და გაწმილებული დარჩება, თუ რეალური ეროვნული თანხმობის ნაცვლად ხელში ვიწრო ინტერესთა ჯგუფის ბნებების დაკმაყოფილება შერჩათ. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში ჩვენ სტუმრებთან ერთად. ცოტა ხანში მეუფე დანიელი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი შემოგვიერთდება. მანამდე კი ანა დოლიძე, პარტია ხალხისთვის ლიდერი, მინდა წარმოგიდგინოთ. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთანაც სწორედ ამ თემით მინდა დავიწყო საუბარი, ხოთშორის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უბრალოდ Google-ში ჩაწეროს დიდი ეროვნული შერიგება და თარიღების მიხედვით ამოუგდებს ამა თუ იმ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინიციატივას. Ну, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სახელით, ზოგჯერ ეს იყო დიდი ეროვნული შერიგება, ზოგჯერ ეს იყო დიდი ეროვნული თანხმობა, ჯანმრთელობა დამიდასტურეთ. მაგრამ არასოდეს რეალურად საქმე დიდი ეროვნული გაბუტუიდან დიდ ეროვნულ შერიგებამდე არ მისულა. აი გუშინ აღსაყდრების შემდეგ ხო მღვდელმთავრები აკეთებდნენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ეკლესიამ, საპატრიარქომ პროაქტიული როლი შეასრულოს და ინიციატივა გამოიჩინოს ამ თვალსაზრისით გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. გაქვთ თუ არა ამის მოლოდინი, რომ ის რაც აქამდე ვერავინ შეძლოს, ახლა შეძლოს ახალმა პატრიარქმა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. შიო მესამეს კათოლიკოს პატრიარქს ულოცავ მის ამ ახალ გზას, მის ახალ ჯვარს, მის იმედი მაქვს მისი ამ როლის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება არა მარტო ეკლესიისთვის, ეს მე არ ვიცი, არამედ მთლიანად საქართველოსთვის აუცილებლად, როგორც საერო პირი შემელია ეს თქვა. რაც შეეხება შერიგებას, მე ვფიქრობ, რომ არასწორად არის საკითხი დაყენებული, იმიტომ რომ შერიგება შეიძლება შენ გამოიყენო როგორც იდეა მხარეების მიმართ, რომელთაც ერთმანეთი დააზიანეს ან აწყენინეს. გარკვეულწილად შენ შეიძლება შეარიგო მხარეები, რომლებმაც თანაბრად დააზიანეს ერთმანეთი. ჩვენს წინამდებარე შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკას და კონკრეტულად პოლიტპატიმრებს, ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ტყუილად სხედან ციხეში. ანუ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებმაც მაგალითად ეხლა ზვიად ცეცხლაძე თან ვიყავი მე მისული, როდესაც ის თესეულში აწყობდა გამოსვლებს, საჯარო განცხადებების გამო არის ციხეში, უკვე მეორე წელია ის პატიმრობაში იმყოფება. ჩვენი კანონმდებლობით თუ არ ჩავთვლით, აი ბოლო ჟამს, ზუსტად ბოლო ჟამის კანონმდებლობას, ეს დანაშაული არ იყო განცხადებების გაკეთება. ეს ბოლო დროს ის დრაკონული დიქტატორული კანონები, რაც მიიღეს, ამის მერე გახდა დანაშაული. ან თქვენ შიშობთ, რომ შესაძლებელია ვერ გამოინახოს პრობლემის გადაწყვეტის ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება? ნახეთ, თუ ჩვენ გამოვიყენებთ ტერმინს შერიგება, მაგას მერე მოსდევს ის განცხადებები, რომ ჩვენ ორ მხარეს ვარიგებთ,
შალვა პაპუაშვილს პირობითად ვარიგებთ ვიღაცასთან და აქედან მე მოსდის განცხადებები რომ მაშინ მე რომ შეურიგდე იმან ბოდიში უნდა მოიხადოს მოქალაქეებს შორის ეზოში რომ ვარიგებთ ბავშვებს ეს შეიძლება მართალია არ ვიცი ბოდიშამდე მივა თუ არა ეს ფიგურალურად საქმე, მაგრამ ანუ შეცდომების აღიარება ნებისმიერ ესეთი შეთანხმების, თუ გინდა შერიგება დავარქვათ, წინაპირობა ამის გარეშე არის შეუძლებელი. სინამდვილეში ჩვენ საქმე გვაქვს შემდეგ ქმედებასთან. აქეთა მხარეს არის ხელისუფლების მიმტაცებელთა ჯგუფი, რომლებიც აგრძელებენ ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობას და აღრჩობენ ხალხს. ამჯერად აღრჩობენ გადასახადებით, აღრჩობენ ჯარიმებით, აღრჩობენ სესხების გაძვირებით. ეს არის ერთ მხარეს. მეორე მხარეს არის თავისუფლებისთვის მებრძოლთა ჯგუფი. ადამიანები, რომელსაც რისთვის უნდა მოიხადოს მართლა ბოდიში ადამიანმა, რომელიც გაზრდილია, ამ ხალხის უმეტესობა გაზრდილია ზვიადის, მერაბის და ამბროსი ხელაიას ამ ხალხის იდეალებზე. ერთადერთი, რასაც ისინი ამბობდნენ, რომ აუცილებელია და უნდა მოხდეს საქართველოს გათავისუფლება. ამიტომ ეს შერიგებას არ გამოვიყენა. მე ვიტყოდი შემდეგნაირად. ნახეთ, კათოლიკოს პატრიარქს შეუძლია მიმართოს თხოვნით მას ვისაც აქვს ძალაუფლება, ვისაც აქვს ბერკეტი, რომ მან გადადგას კეთილინების ნაბიჯი იქით ამ მხრიდან, ანუ ასე ამგვარად მიმართოს და ეს ხალხი ციხიდან გამოუშვას, ეს იქნება სწორედ დაყენება ამ თემის. ანა, როდესაც დაიწყეთ თქვენ ახალ პატრიარქს საუბარი, აღნიშნეთ, რომ თქვენ გაქვთ მისგან სწორი ნაბიჯების მოლოდინი მისი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით, რომ 22 წლამდე შიო მესამე ძალიან აქტიურ საერო ცხოვრებას ეწეოდა. დღევანდელ საჯარო პირებს შორის ძალიან ბევრი აღმოჩნდა მისი სამეგობრო წრიდან. თქვენც ხომ არ გაკავშირებთ მასთან რაიმე ურთიერთობა, მანამ სანამ ის საერო პირი იყო? ან შესაძლებელია ეს მეგობრობა შემდეგაც გაგრძელდა, მას შემდეგ რაც მან საკუთარი ცხოვრება უკვე ეკლესიას მიუძღვნა. მეც ბევრი მსმენია მის შესახებ, თუმცა თავისუფლებას ვერ მივცემ, რომ დავახასიათო რაღაცნაირად ასე ახლოს მას არ ვიცნობ. უბრალოდ მე მჯერა, რომ ამ ადგილას მოხვედრილი ადამიანი, ამ ჯვარით მოხვედრილი, ამ ტვირთით, ამ გზაზე გავლილი, რა გზაც მან არჩია, ეს გზა რომელიც ადამიანმა არჩია ურთულესი გზა არის ნებისმიერი ადამიანისთვის, სხეულში დაბადებული ადამიანისთვის, ხო? მაგრამ აქვე ვიტყოდი, ის სკეპტიციზმი, რაც იყო გამოხატული, ვთქვათ, იყო ხოლმე მე ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ის მოსკოვში სწავლობდა, მე არ უნდა დავემალოთ, ეს უნდა ითქვას, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დავამატებ ეს არა მხოლოდ ეს, ანუ იყვნენ ცალკეული მღვდელმთავრები, ვინც ამბობდა, რომ აი ეს რუსეთისთვის მოსაწონი კანდიდატია, რუსეთის კაცი არ არის, მაგრამ აი რუსეთს ის როგორც პატრიარქობის კანდიდატი მისაღებად მიაჩნიათ. ხო, გასაგებია და შეიძლება ვიღაცებს მეტი ინფორმაცია აქვთ, მეტი დასაბუთება აქვთ. მე უბრალოდ რაც მსმენია, ვთქვათ, კონსპირაციებს რო თავი დავანებოდ, ვინ მის მოწონს. სიბინძურა, მე რომ მიმიღია საერთოდ ჩემი მტრებისგან არ ვიცი მე. რამდენიც გინდათ იმდენ სიბინძურეს ვიღებ და კონსპირაციის თეორიებს, რომ ჩემ თავზე რო ვკითხულობ, მართლა მიყვარს ჩემზეა თუ არა დაწერილი, მაგრამ აი ამ საუბარია, რომ სწავლობდა რუსეთში, ხო, მაგრამ პარალელურად შეიძლება ითქვას იგივე ფაქტია, რომ ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ და კგბ-ს მიერ კონტროლირებად სასწავლებელში სწავლობდა ელენე ხოშტარია. გიმო აქვს დამთავრებული. როდესაც ყველა ნაწილი ჩვენ წავედით ამერიკაში სასწავლებლად, ელენე ხოშტარიამ დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ახსენებს ხოლმე ქართული ოცნება. არა, ოცნება არ მაინტერესებს. მე ვამბობ, რომ როდესაც ვიღაცაზე ვამბობთ მხოლოდ, რომ სწავლის ფაქტს მიუთითებთ, ნიშნულოვანია რომ გავითვალისწინოთ, რომ აქ სხვა ხალხიც არის, რომელსაც შეიძლება იგივე მახასიათებელი კონდეს თქო. ანუ თავისთავად, ვინცაც სწავლობდა, ჩემთვის საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანი გავაკრიტიკო. მოკლედ, აი რომ შევაჯამოთ ეს თემა და სხვა თემებზე გადავიდეთ, ამ ეტაპზე თქვენ როგორც პოლიტიკოსი ხედავთ, რომ ახალ პატრიარქს აქვს იმ დონის ნდობის მანდატი, რომ ელემენტარულად თუნდაც მოახერხოს ის, რაც აქამდე ვერავინ შეძლო,
პოლიტიკურად უკიდურესად დაპირისპირებული მხარეების თუნდაც ერთ მაგიდასთან დასხდომა და ქვეყნის ასე ვთქვათ ინტერესების სასარგებლოდ საკითხების განხილვის დაწყება. ჩვენ არ ვიცით ვინ რაზე შეჯერდება, ვინ რაზე შეთანხმდება, ვინ რას აღიარებს როგორც შეცდომას, ვინ რა კომპრომისზე არის წამსვლელი, მაგრამ ფაქტი ხომ ერთია, რომ ქვეყანა ასეთ პოლიტიკურ კრიზისში დიდხანს უბრალოდ ვერ იქნება. ცით რა, მე არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს მისწრაფება, ადრეც რამდენიმე ოპოზიციონერმა თავიდან დაიწყო ალიანსი რო შეიქმნა, მაშინ დაიწყო რომ ციტირებას ვაკეთებ, რომ ჩვენ მათ დავსვავთ დიალოგთან იყო საუბარი, მე გამოვედი და მე მკაცრად ვთქვი, აი საიდან მოვიდა ეს საჭიროება? არ მესმის, რომ რა უნდა მოგვენატრა შალვა პაპუაშვილი, ვინმეს მოენატრა ბიძინა ივანიშვილი, ვინმეს მოენატრა ერთი წამი დამასრულებელი, ვინმეს მოენატრა ირაკლი კობახიძე და ჭირდება მათთან დიალოგი? არ ვიცი, აი ეს ერთ მაგიდასთან დავждეთ, რატო უნდა დავждეთ ერთ მაგიდასთან? ხალხო, რატო უნდა დავждეთ ერთ მაგიდასთან? არა, აი ამ საუბარს გულისხმობ, რომ ჩვენ ერთ მაგიდასთან უნდა დავждეთ არავითარი ინტერესი არ მაქვს ერთი წამიც კი ვინმე თქვენ გაქვთ ამდენი ცხოვრება რომ ერთი წამი გაატაროთ ამ თაღლითებთან რომლებმაც ხელისუფლება მოიტაცეს აქ არის ერთი რამ ორი მოთხოვნისგან შედგება ქვეყანა კი არ იქნება ამ ხელა კრიზისში ეს თაღლითები ვერ იქნებიან ამდენ კრიზისში იმიტომ რომ უკვე სულში უძრებიან საქართველოს მოქალაქეებს ბოლო თეთრს ართმევენ რატომ იცით იმიტომ რომ ბიუჯეტში ფული არ არის საერთოდ შეხედეთ ფასები არის გაზრდილი ფასებს დავწეთო და წავიდნენ და სესხები გაუძვირეს საქართველოს მოქალაქეებს რატო გაგვიძვირეს საშუალო კლასი 200,000 ადამიანია ვისაც იპოთეკური სესხი აქვს და ყველას ერთი ხი რატო რომ ფასები გაძვირდა და ნავთობი გაძვირდა ეს ხო ჩაითვალა რომ ინფლაციური რისკების დასაზღვევად გაზარდეს ეს გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ანუ თქვენთვის დიალოგი თუნდაც არ ვიცი, საპატრიარქოს ინიციატივით და შუამავლობით არის აბსოლუტურად მიუღებელი. დიალოგი კი არა, აქ არის გასაკეთებელი. ბურთი მაგათა აქვთ, მოედანი მაგათა აქვთ. კენჭი არის მათ ბოსტანში. შეუძლიათ ადგნენ, ორი ნაბიჯი გადადგან. დანიშნონ ნორმალური არჩევნები და გაიყვანონ თუ არ უნდათ კრიზისი. ნახეთ ევროპაში მიღებული ინსტრუმენტი არის. არის კრიზისი, იშლება მთავრობა, ინიშნება დროებითი არჩევნები, ხდება ცოტა ხანში შეიძლება ეს ინგლისში მოხდეს, მუდმივად ხდება ყველგან. ეს არის მექანიზმი. არის კრიზისში, მაგრამ იმის მაგივრად რომ არჩევნები დანიშნონ, რასაკეთებენ? რაზე უნდა ველაპარაკოთ? აი გამაგებინეთ, ნანახი მყავს თან ირაკლი კობახიძე, იუსტიციის საბჭოში რომ ვიყავი და ვიბრძოდი. აი ის რომ არ მომხდარიყო ეს რაც დღეს მოხდა, რაც რის გამოც მოხდა ყველაფერი სასამართლოს თავისუფლებისთვის. მაშინ იყო მცდელობა შევიდეთ სამუშაო ჯგუფში. ნანახი მაქვს როგორ მიყავს სამუშაო ჯგუფი. ან არ მინდა ეხლა რაღაცა მოვლენებს წინ გაუსწრო, იმიტომ რომ ჯერ არანაირი წინაპირობა, რაღაცა ასეთი მოლაპარაკების თუ შეხვედრების არ ჩანს, ისიც არ ვიცი ახალი პატრიარქის გეგმებში შედის თუ არა ზოგადად პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრა, ვგულისხმობ ოპოზიციას მათ შორის იმისათვის რომ კიდევ ერთხელ უშუალოდ მათგან მოისმინოს ის მოთხოვნები რაც უკვე აგერ 2 წელია ქუჩაში ყოველდღიურად ისმის ცოტა ხანი გადავდებ ამ მოვლენას ამ თემას გვერდით იმიტომ რომ როგორც თქვი არანაირი წინაპირობა ამისა ჯერჯერობით არ ჩანს თქვენ ფასები ახსენეთ ანუ ფაქტია რომ აი ამ ასე ვთქვათ 7 სხდომიანი საპარლამენტო სხდომებს გულისხმობთ რომ სამთავრობო სხდომები რომ მივამატოთ კიდევ უფრო მეტი იქნება და სუსის ჩართულობის შემდეგ რადგან ეს თემა დიდი ეროვნული შერიგება ძალიან აქტუალურია, დიდი ეროვნული ფასდაკლება არ გამოვიდა. მაგრამ ხედავთ ერთმანეთის მიყოლებით სუპერმარკეტების განცხადებებს, ზოგი სოციალურ კალათას სთავაზობს მომხმარებელს 15 აუცილებელი ასე ვთქვათ სამომხმარებლო საკვები პროდუქტით ძალიან დაბალ ფასად და ზოგი ამბობს რომ სოციალური ბარათის მფლობელებს 10%-იანი ფასდაკლება ექნებათ სააქციო პერიოდში და არასააქციო პერიოდში და მოკლედ დიდი შეღავათით ისარგებლებენ. ანუ როგორ ფიქრობთ, აი აქედან მაინც გამოვა რამე, ანუ შეძლებს მთავრობა ნაწილობრივ მაინც დააკომპენსიროს ის დაპირება, რომელიც რეალურად ვერ შესრულდა.
პირველ რიგში რაც შეიძლება გაკეთებულიყო და ხვალვე შეიძლება გაკეთდეს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფასო. ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, ბევრ დედაქალაქში გამოიყენება საარსებო კრიზისის დროს, რომელიც არის დღეს ჩვენს წინაშე. პირველი ერთ დღეში გაკეთებადი ფაქტი არის ეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდეს უფასო. ხო, მაგრამ ეს ხვალვე შეუძლია გაკეთდეს თბილისში და დედაქალაქებში. არ ვიცი, რომ მქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს თქვენთან კამათის შესაძლებლობა, ალბათ გითხავდათ, რომ როგორც ვიცით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე ძალიან ბევრი სოციალური შეღავათი სარგებლობს და, რა ვიცი, მოსწავლეებიდან დაწყებული, სტუდენტებით გაგრძელებული, სოციალურად დაუცველები, ასაკეთ პენსიონერები, პედაგოგები საკმაოდ ისეთი შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრობისას. თუ ჩვენ გვინდა, რომ სწორედ აი ამ სოციალურად მოწყვლად ფენას შევუმსუბუქოთ ტრანსპორტის ტარიფით გამოწვეული ფინანსური ტვირთი. ეს რას მოგცემს? ქალბატონო ემა, მე პირადად გეტყვით, რომ ყოველ დღე შეგიძლიათ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ სიამოვნებით და ვკითხოთ იმ ინსპექტორებს, რომლებიც ამოწმებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რამდენ შეურაცხყოფას დიახაც, კონფლიქტს და ჯარიმას და პასუხს იტანენ ყოველ დღე, იმიტომ რომ ისინი ადამიანები სატრანსპორტო გადასახადს ვერ იხდიან. მე ტრანსპორტით დავდივარ და ყოველ დღე ამ ადამიანებისთვის, რომელიც ხა კალაძეს მილიონებში არავინ არ ბანაობს. მუნიციპალური მგზავრობისთვის საჭირო 1 ლარის გადახდაც კი ძალიან უჭირს. ეს არის რეალური ფაქტი და თუ ვინმეს ამის არ ჯერა ოცნებასთან ამასთან საუბარს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი ტრანსპორტით არ დადიან, სხვას შეუძლია გადაამოწმოს, მუდმივი კონფლიქტის საფუძველი არის გადაუხდელი ის გადასახადი. ჩვენ მოქალაქეებს უჭირთ და მაშინ, როდესაც ეხლა ეს რაღაც ფეიქ განცხადებები სუპერმარკეტების, რომელსაც ვერც მე და ვერც თქვენ ვერ დავითვლით, სინამდვილეში 5 მილიონი ლარი მარტო ჯარიმებით იყო ამოღებული 2025 წელს. იმ წელს, როდესაც ყველანაირი საერთაშორისო დახმარება შეჭერდა, ყველანაირი ინვესტიცია შეჭერდა, ფული ქვეყანაში არ შემოდიოდა, კიდე ზევიდან მიადგნენ და 5 მილიონი ლარი ჩვენი ჯიბეებიდან ამოიღეს. რეგიონული ტრანსპორტი გაძვირდა აი ახლა. ანუ ხალხი, რომელიც მოძრაობს თბილისის გარეთ მიდის, იქ რაღაცა საცხოვრებელი აქვს, ელემენტარული სარჩო აქვს, სოფელი ხო აღარ არის. აი სოფელი ხო მოკვდა როგორც ასეთი და აღსადგენია, როგორც იდეა, ქართული სოფელი ჩაკლეს. ქართულმა ოცნებამ ქართული სოფელი მოკლა. ქართულ სოფელში ბავშვი და ახალგაზრდა და მეურნეობა რაც იყო სოფელი და მე მინდა გითხრათ, აი ხა ნასწავლი ვარ, ნაცხოვრები ვარ, ნახევარი საქართველოს უცხოეთში ცხოვრობს. ყველა მიცის, რომ ევროპის საშუალო კლასის ცხოვრების იდეალი არის ეს. ცხოვრება კარგ ეკოლოგიურ გარემოში, თავისი პატარა მეურნეობა, კი ბატონო, დაждდება მე მატარებელსა და მუშაობს ქალაქში. ეს იდეა ჩვენთან მოკვდა. ესე იგი ინდუსტრიული გაუბედურებული უნდა ჩამოვიდეს ადამიანი 12-მა კაცმა როგორც ამასწინათ რამდენიც გინდა იმდენი უცხოეთიდან შემოსული ადამიანი რო ცხოვრობს საქართველოში 12 და 16 ადამიანი ერთოთახიან ბინაში მანქანებში ძინავთ ჩვენ თანამოქალაქეებს ეს არის ჩვენი რეალობა და ამ დროს ეხლა რაღაცა უნდა მინიმალურ ფასად შესთავაზონ ეგრეთ წოდებული სოციალური კალათა მეორეს მხრივ ეს გაზრდილი საგადასახადო წნეხი გულისხმობ ჯარიმებს, შემდეგ თუ ჯარიმას ვერ გადაიხდი, ზემოდან ხო საურავებს, სახელმწიფო სერვისებს, რომელზეც ასევე გაზრდილია მომსახურება და ზოგადად სხვა მხრივ გაძვირებულ სამომხმარებლო ფასებს, ეს ვერანაირად ვერ დააკომპენსირებს, ასე ვთქვათ. ვერ დააკომპენსირებს, იმიტომ რომ ჩვენი სოციალური კალათა ვერ დააკომპენსირებს ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილ ხარჯებს. ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სისტემა და ესე იქნება, სანამ ეს ხალხი იქნება ხელისუფლებაში. არის უსამართლო ეკონომიკური სისტემა. გეუბნებით, აი ადამიანი რო ცუდად არის და კიდე წიხს რო ჩაარტყავ, ხო წარმოუდგენელია. საარსებო კრიზისია ქვეყანაში და მოუმატეს სესხებს. ანუ 200,000 ადამიანს, რომელმაც გაბედა და აი ამ უსამართლო ეკონომიკური სისტემის ფარგლებში ბინა იყიდა საქართველოში, რაღაცას შეწვდა, მივიდნენ და ისედაც იხჩობა ადამიანი, ბენზინი გაუძვირდა, ყველაფერი საკვები გაუძვირდა, მივიდნენ და სესხი მოუმატეს. ამას ვინ აკეთებს? ანუ ადამიანს რომ მაღალი წნევა აქვს და
კიდე წიხს ჩაარტყავ, ეს გაგვიკეთეს. რატო იცით? იმიტომ რომ ღრმად უსამართლო ეკონომიკური სისტემა. მდიდარი უნდა გამდიდრდეს და ღარიბი უნდა გაღარიბდეს. ხო, მდიდრების გამდიდრებაზე გამახსენდა, როგორც ხედავთ ჩვენ, ისევ ბრუნდება საჯარო მოხელეების გარკვეული კატეგორიისთვის ხელფასების გარდა და უნდა ვთქვათ, რომ არც ისე დაბალი ხელფასები აქვთ, მათ შორის კერძო სექტორთან შედარებითაც და საჯარო უწყებაში ვიცით, რომ ინფლაციის შესაბამისად ყოველწლიურად 10%-ით კანონით იზრდება, ისედაც ხელფასი იმისათვის, რომ მათი მიმდინარე შემოსავლები მიმდინარე გაზრდილ ხარჯებს გაწუდეს. ბრუნდება მოკლედ პრემია დანამატების და ჯილდოების, ფულადი ჯილდოების პრაქტიკა. რა ვიცი, რით ახსნით ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ეს კორუფციის რისკებს არ შეიცავსო და აი სხვა რით შეიძლება იყოს ნაკარნახევი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება. მე ძალიან ხელფასი არ ყოფნით? ძალიან დიდ პატივს ვცემ აი ადამიანს ჩვენ სახელმწიფო საჯარო მოხელეებს, რომლებიც თავის ფუნქციას ასრულებენ ქვედა დონეზე. ეხლა ხაც ხო ვიყავი სომხეთში და მშვენიერი გადავედი საზღვარზე, გადმოვედი, ფანტასტიკური ადამიანები მუშაობენ იქ, თავის საქმეს აკეთებენ. მათ ერთგულებას და მათ ყმობას არ ყიდულობს ეს გადაწყვეტილება. ეს ყიდულობს ზედაფენის კოლექტიური ზარქუების ერთგულებას ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რომ ზემოდან დანამატს ბიძინა ივანიშვილის ფულიდან კი არ გადაუხდის იმებს, ამ ხალხს, მათი ერთგულებისთვის, მათი ყმობისთვის. არამედ გადაუხდის მე და თქვენი მიერ გადახდილი გადასახადებინა. ამის პარალელურად ისევ მონურ ხელფასებზე მუშაობენ სასტრაფოს ექიმები, ბაღის მასწავლებლები. საერთოდ რა გმირობის ფასად მუშაობენ ქართველი ბაღის მასწავლებლები, ამას რა ქვია, არ ვიცი. და ან ჩვეულებრივი მასწავლებლები საათებისთვის დასდევენ ერთმანეთს, რომ ის 20 და 30 ლარი მოემატონ თვეში. მათ ვერ გაუმჯობესდება ცხოვრება, იმიტომ რომ ეკონომიკური სისტემა უსამართლოა. ურჩევნია 15 მინისტრის და მათი მოადგილის ერთგულება იყიდოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ კარგად აბანაოს ოქროში და შოკოლადში და დანარჩენი საქართველო უნდა ყავდეს მონობაში. ეს არის ეს ეკონომიკური სისტემა. როდესაც მე ვთქვი აი იმაზე, რომ განსხვავებული ფასები უნდა დაწესდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ხო? მოქალაქეებისთვის უფასო, არა მოქალაქეებისთვის, რაც ფასი ჭირდება მერიას. ეხლა მე მინდა აი ძალიან სერიოზული ფაქტები მინდა გითხრათ. მარტვილის კანიონი. აი ეხლა ცოტა ხნის წინ მუშტაეთის პარკში გაკეთდა ახალი პარკი. მე დამყავს ბავშვი და ვხედავ 15 ლარია შესვლა. მეგობრებო, როგორ შეიყვანს ორ ბავშვს თბილისში მაცხოვრებელი ადამიანი, ან მარტვილის კანიონში, ან უფლისციხეში, სადაც არის ასევე გადასახადი დაწესებული, ხო? ან ბოტანიკურ ბაღში, კაი, ცოტა იაფია შედარებით, მაგრამ ბოტანიკურ ბაღში ხალხი რო ცხოვრობს, იმას გასეირნება არ უნდა, იქ ყოველ დღე პენსიონერი რო არის. და ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოქალაქისთვის დარჩენა რთულია, იმიტომ რომ ესეთი სისტემაა, რომელიც მოქალაქეს აღრჩობს. ხო, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სხვათა შორის დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა გააკეთეს კომენტარი. გულისხმობ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ 68 ხმით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, რომ მოკლედ დაასანქციონონ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები, არა და ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, მათ შორის მეგონი საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად თუ არ ვცდები, ორმაგი მოქალაქეობა აქვს. სხვა შორის ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ეს რეზოლუცია პირდაპირ სალომე ზურაბიშვილის, ანუ მეხუთე პრეზიდენტის ავტორობით არის შედგენილი. მე თქვენგან მაინტერესებს როგორც პოლიტიკოსისგან, როგორც იურისტისგან, რა სამართლებრივი ან რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ტიპის რეზოლუციის მიღებას. ეს გარდაუვალი იყო სხვათა შორის, გარდაუვალია მსგავსი რეაგირება, იმიტომ რომ
როგორც არაერთხელ აღნიშნეთ და აქაც იყო განხილული თქვენს ეთერში, უნგრული ცვლილების ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად, ხო, რომელიც არჩევნებით მოხდა, მაგრამ უზარმაზარი ცვლილება და ტრანსფორმაცია, ამის შემდეგ ევროკავშირი ახლა ძალიან გაძლიერებულია, ერთსულოვანია, შესაბამისად მას მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ამიტომ ჩვენ არ არის გასაკვირი, რომ საფრანგეთი იქნება თუ ბალტიისპირეთი სხვადასხვა ქვეყნები ეცდებიან, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ევროპულ ინსტიტუტებს მიმართონ. რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტს, თქვენ იცით ჩემი წარმოდგენა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ეს მაღალი წარმოდგენა არ არის სამწუხაროდ. მე მას ვფიქრობ, რომ მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა იმისთვის, რომ ძალიან მაღალი საპროტესტო მუხტი თავის დროზე, რომელიც პიკში იყო, მინავლებულიყო, მან მინიმუმ არ გამოიყენა შესაძლებლობა, უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, რეალურად მიანავლა ის ძალიან სერიოზული განწყობა. და შეგიძლიათ, ანუ ნოემბერ-დეკემბერში, ასე ვთქვათ, არსებული საპროტესტო მუხტი, რომელიც იყო საზოგადოებაში, ანუ სალომე ზურაბიშვილმა როგორ, არ ვიცი, ჩაახშო, განეიტრალა, ანუ უარყოფით ნეგატიურად იმოქმედა, აი როგორ შეეძლო მას ერთ ადამიანს, თანაც ის ამბობს, რომ პოლიტიკოსიო არ ვარო, აი როგორ შეეძლო ამ ხელა გავლენა ქონოდა საპროტესტო მუხტის ჩახშობაზე. ეხლა მოდი ვთქვათ, რომ ის არ იყო ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც იყო აღჭურვილი შესაბამისი იმუნიტეტით, რომელიც ასევე აკეზებდა პროტესტში, აქტიურად მონაწილეობდა, აკეთებდა განცხადებებს, აკეზებდა ამ მუხტს, მაგრამ როდესაც გადამწყვეტი ნაბიჯები იყო გადასადგმელი საპროტესტო, ის უბრალოდ მან ვერ გამოავლინა ლიდერის თვისებები, რომელიც მანამდეც ნახეთ არაერთხელ გააკეთებინა და რა არ გააკეთა. შეგიძლიათ ახლა მარტივად კი, მარტივად გეტყვით, 25 დეკემბერს შარშან 2024 წლისას მე ვთქვი, რომ ის არ უნდა გამოსულიყო ორბელიანის სასახლიდან, მას ჰქონდა მაშინ საპრეზიდენტო იმუნიტეტი, ის იცნობდა, მას აღიარებდა და იცნობდა მთელი მსოფლიო, 66 ოპოზიციონერ დეპუტატს ასევე ჰქონდა, ჩვენ ვიყავით დეპუტატები მაშინ, მანდატის შეწყვეტილი არ გქონდა. მას შეეძლო ზუსტადაც მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის გზით გაეგრძელებინა პროტესტი და ყოფილიყო ამის ლიდერი. ამის მაგივრად ზუსტად ისევე როგორც ნებისმიერი თანამოქალაქე უბრალოდ მიდის პროტესტებზე და მერე მოდის უკან. და ეხლა ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ მაგალითად სესხების გადაწყვეტილება ნათია თურნავა აერიდან არ არის მოსული, მისი არჩეული კადრია. ასევე მურუსიძე ჩინჩალაძის მთავარი გამამყარებელი იუსტიციის საბჭოში თამარ ღვამიჩავა მისი დანიშნული კადრია, გიორგი კალანდარიშვილი, რომელზეც თავზეც ამდენი ხანია დამოკლეს მახველი კონციალობს, CSKOS-ი მისი წარდგენილი კადრია, ამას თუ დავუმატებთ, მაშინ გაუსვა მხარს, რომ მის გადაწყვეტილების მიღების გონივრულობაში მე ეჭვმებარებ. ანუ რით ხსნით მის ამ გადაწყვეტილებას უბრალოდ არ წავიდა რისკზე თუ რაღაცა სხვა მიზანი ამოძრავებდა? არ ვიცი, მე ვერ გეტყვით, მე არ მიყვარს კონსპირაციის თეორიები. ყოველთვის შედეგით უნდა შეხედო ადამიანის მოქმედება ვის აძლიერებს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამან ყველაფერმა გააძლიერა დრო მოაპარინა ბიძინა ივანიშვილს. ანა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, როგორც უკვე დაგკვირდით. დიდი ეროვნული შერიგების იდეის შესახებ ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად საუბარს, ისე კი შეგახსენებთ, რომ ძალიან ბევრჯერ ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მოგვისმენია ამ ინიციატივის შესახებ, მაგრამ მისი მიღწევა გარემოებათა გამო მოკლედ შეუძლებელი გამხდარა. ამის მიზეზი ზოგჯერ იყო პოლიტიკური მხარეების, ასე ვთქვათ, სათანადო მზაობის არარსებობა, ხან რაღაცა მათ ნაბიჯებს თითქოს გულწრფელობა აკლდა, ხანაც უკვე შემდეგებელიც აღარავინ იყო, ვისაც გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება შეეძლო. ახლა გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს რაღაცნაირად ჩიხში შესული კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი მოძებნობს და ქვეყანაში პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ხით ჩატეხილობა გაამართლოს. მე უფრო დანიელი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტია ჩვენთან ერთად მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.
მეუფე ვიდრე ამ თემაზე გადავალ, ცოტა ემოციურ თემებს მინდა შევეხო, რითაც დატვირთული იყო მათ შორის გუშინდელი დღე. აღარაფერს ვამბობ დიდ გაფართოებულ კრებაზე. თქვენ ხართ ის მღვდელმთავარი, რომელსაც ხვდა პატივი წილად ახალი პატრიარქისთვის, შიო მესამისთვის უძველესი მიტრა დაგედგათ თავზე. როგორი იყო განცდა ეს მითხარით, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ვნახეთ პატრიარქ შიოს ემოციებით, თვალზე მომდგარი ცრემლიც. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ნამდვილად გუშინდელი დღე მეტად მნიშვნელოვანი არის საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ჩვენ გქონდა სრულად ბუნებრივი შიში იმისა, რომ როგორ გავაგრძელებთ ჩვენს არა მარტო საეკლესიო, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებას, მას შემდეგ, როდესაც არ იქნება პატრიარქი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რთულ პერიოდებში, ესე ვთქვათ, მშვიდობის ყოფილი მისიის აღსრულებაში. ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ვერც ერთი პიროვნება ეკლესიაში, ვერც ერთი მღვდელმთავარი, ვინც აი ამ საოცარ ჯვარს იტვირთავდა. ჩვენ ყველა ამაში შეთანხმებული ვიყავით, როგორც სასულიერო დასი, ასევე საერო დასი და ეს მოლოდინი იყო ძალიან ესეთი რეალური და ძალიან ვღელავდით ამის გამო ყველა. თუმცა ჩვენი აი ეს ვთქვათ, გარკვეული ველვარების საფუძველიც ოდნავ შემცირდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდების რაღაც არაბუნებრივი პროცესი, როდესაც არა მარტო რაოდენობრივი თვალსაზრისით იყო ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ესეც ერთ-ერთი უპრეცედენტო ალბათ მოვლენა იყო, არამედ ეს იყო მნიშვნელოვანი კიდევ იმით, რომ თვისობრივად ადამიანები ძალიან ესე ვთქვათ ამაღლდნენ, იქ ყოფი ადამიანები ძალიან დიდ ესე ვთქვათ აი გრძალვაში იყვნენ. ერთმანეთის მიმართ იყვნენ მოწიწებული და ეს ხდება იმის ფონზე, რაც ბოლო წლებში საკმაოდ საზოგადოების ცხოვრებაში ბევრი ესეთი მღელვარება, ძალიან დაპირისპირება. აი ჩვენ ვიხილეთ რაღაცა ამის საპირწონე მდგომარეობა, ამან ძალიან ესე ვთქვათ, რაც იმედები გაგვიჩინა და მინდა გითხრათ, რომ იგივე მოხდა სასულიერო დასში. იგივე მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ ერთ რამეს მივხვდით, რომ თუ პატრიარქის დროს ჩვენ შეგვეძლო კიდევ რაღაცა უფრო მეტი სითამამე გამოგვეჩინა, ზოგჯერ შეიძლება რაღაცა ზედმეტიც ყოფილიყო ჩვენი ესეთი შინაგანი ესეთი ქმედებანი თუ გამონათქვამები, ეხლა თუ ჩვენ ესე იგი არ გავერთიანდებით, ეხლა ჩვენ შეიძლება მართლა ძალიან გაგვიჭირდეს და ხალხს ძალიან დიდი ტკივილი დარჩეს, რომ უპატრიარქოთ ეკლესიაც დაირღვა, საზოგადოებაც უფრო ესე იგი მშვიდობს ყოფილი ადამიანის გარეშე დარჩა და ამ პასუხისგებლობამ ჩვენ გაგვაერთია. რთული იყო მეუფევა აი ამ ერთიანობის შენარჩუნება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა შიგნით და რამდენად მწვავე იყო ეს დაპირისპირება, მაგრამ რაც გარეთ საჯაროდ გამოდიოდა და ითქვა, ისიც კი საკმარისი იყო იმის შესაფასებლად, რომ ყველა არ იყო ერთ აზრზე. რა ვიცი, მეუფე ზენონის გამონათქვამებიდან დაწყებული თუნდაც პირველ, ასე ვთქვათ, სინოდის პირველ კრების შედეგებით დამთავრებული, როდესაც მეუფე დანიელს და მეუფე ისაიას არ მისცეს, ისინი ჩახსნეს მოკლედ აი ამ პატრიარქობისთვის ბრძოლიდან. ესე იგი, რასაკვირველია ეს მოსალოდნელიც იყო, რომ იქნებოდა მკვეთრი და ესეთი რეაქციები იმ მოლოდინებთან დაკავშირებით, რომ ყველას თავისი შეხედულება ჰქონდა, თავისი ესე ვთქვათ, აზრი ჰქონდა და აი ეს სიმძაფრე ბუნებრივი იყო, მოსალოდნელი იყო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ
ეს იყო მინიმალური. ანუ ეს იყო გაცილებით უფრო მცირე, ვიდრე რასაც ქვია ერთობა. ვიდრე რასაც ქვია ძმური ურთიერთობა. აი მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ვინც თქვათ გამოხატა ეს თავისი მოსაზრება ნებისმიერი კუთხით თქვათ ან ერთი მხარის მხარდამჭერი ან მეორეს თუ ყველა მე როცა ხვდებოდით ერთმანეთს აი რაღაც თითქოს შენდობას თხოვდით ერთმანეთს რომ აი ავღელდი შეიძლება ის ანუ საოცრება ხდებოდა და ბოლოს თვითონ ამ გაფართოებულ კრებაზე იყო სრული ესე ვთქვათ სიმშვიდე სრული პატივისცემა და პირველებმა კანდიდატებმა მიულოცეს გამორჩევა ახლანდელ პატრიარქს და თვითონ გუშინდელ დღეს ეს ჰარმონია იყო აბსოლუტური. დავაზუსტებ, ანუ რაც გასარკვევი იყო ერთმანეთში, ხო, გაფართოებულ კრებამდე თქვენ ეს შეძელით, არ ვიცი, პირადი კომუნიკაციით მათ შორის, იმიტომ რომ მე მახსოვს მეუფე ზენონის ძალიან სკანდალური სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც მან დაანონსა, რომ სხვა მღვდელმთავრებიც დაიწყებდნენ ხმამაღლა ლაპარაკს, მაგრამ მას შემდეგ ხო. ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ემოციური ესეთი განცდა და მოლოდინი მისი პირადად და მე მისი ურთიერთობა დანარჩენ მღვდელმთავრებთან ასევე გაუმჯობესდა და ესეთი აღარ იყო ესეთი რადიკალური. ანუ შვიდობიანი იყო. რამ შეუწყო ხელი აი ამ ურთიერთობების გაუმჯობესებას, იმიტომ რომ ვნახეთ ხო პატრიარქის არჩევის შემდეგ მისი კომენტარიც, რომ მან გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამას შეუწყო ხელი აი პირდაპირ ვიტყვი ღვთის მადლმა, ღვთის წყალობამ და ჩვენ გვაქვს განცდა რომ პატრიარქი არათუ ესე იგი მას შემდეგ რაც ფიზიკურად დაგშორდა, უფრო დაგვიახლოვდა სულიერად. აი ამის განცდა გვაქვს რეალური და ვგრძნობთ აი ჩვენ თავზე ყოველ ცალ-ცალკე თითოეული რომ აი გვეხმარება რომ სიმშვიდე მქონდეს, სწორად ვიაზროვნოთ და აი შეგვადუღაბა თუ შეიძლება ესე ითქვას, რაღაცა ცით მოლოდინი იმისა რომ მართლა შვიდობა, ერთსულოვნება გაგრძელდება ჯერ ეკლესიის წიაღში და მე ღრმად მწამს, რომ ასეთი ეკლესიის, ასეთი სინოდის, ასეთი ერთსულოვნების მიმართ დობის ხარისხი გაიზრდება საზოგადოებაში და შეიძლება ის გარკვეულად დაპირისპირებულ მხარეებს შორისაც უფრო მედიატორის როლი შეასრულოს ეკლესიამ. ხო, თქვენო მეუფება მე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ერთს ვიკითხავ კიდევ, ხო? ჩვენ საერო პირებს შეიძლება ფორმულირებებში რაღაცები გვეპატიოს ხოლმე და თქვენი მოწყალების იმედი მე მაქვს. ანუ შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ დღეს წმინდა სინოდს ეგრეთ წოდებული მიამბოხე მღვდელმთავარი არ ჰყავს? მე პირადად მჯერა რომ აი ყოველ შემთხვევაში აი კურთხევის დღეს ასეთი რამ არც ერთ მღვდელმთავარში არ იყო და რასაკვირველია ყოველდღიური ცხოვრება კიდევ სხვა ახალ გამოწვევებს დააყენებს ჩვენს წინაშე შესაძლებელია ისე ვიტყვი რომ ხელვარება პატრიარქის დროსაც იყო წარმოიდგინეთ თუ კი პატრიარქის დროს შეიძლებოდა პატრიარქის თუნდაც პოზიციის მიმართ რაღაცა განსხვავებული აზრი ქონოდა მგდელთან. ეხლა მით უმეტეს არ არის გასაკვირი, მაგრამ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს საოცარი განცდა, რომ თუ ჩვენ არ გავერთიანდით, პატრიარქის დროს კიდე შეიძლებოდა ყოფილიყავით ცოტა უფრო თავისუფალი, უფრო ლაღი. ეხლა ჩვენ თუ არ გავერთიანდით, ჩვენ იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ ავწევთ და არ უნდა გაუცრუოთ იმედი არც ჩვენ პატრიარქს, რომელმაც ამდენი იზრუნა, რომ ამდენი ჩადო ჯერ სასულიერო დასში, მერე საერთოდ საზოგადოებაში, მრევლში და არც საზოგადოებას. კი ბატონო, მინდა ესა გუშინდელ დღეს სვეტიცხოველში ყველა მღვდელმთავარი ესწრებოდა? გუშინდელ დღეს, ესე იგი, ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ესწრებოდა.
მათი არ დასწრების მიზეზი რა იყო? მე არ ვფიქრობ, რომ მათი არ დასწრების მიზეზი იყო რაღაცა პროტესტი. შეგვიძლია ვთქვათ ეს ვინ იყვნენ? მეუფე ზენონი და კიდევ ვინმე სხვა? კი, როგორ არა, მეუფე ზოსიმე, რომელიც მიესალმა და ძალიან კეთილად იყო და არის განწყობილი მეუფე ეს ახალი პატრიარქის მიმართ. ის არ ესწრებოდა. ის არ ესწრებოდა. და კიდევ და მგონი მეუფე ზენონი. კი ბატონო. კარგი, ახლა დავუბრუნდეთ კიდევ გუშინდელ დღეს, როდესაც არქიდიაკონმა დემეტრემ მიმართა ახალად არჩეულ პატრიარქს, მან თვალზე ცრემლი ვერ შეიკავა და გვაქვს ეს კადრები და გავუშვათ აუცილებლად. აი თქვენ მინდა გკითხოთ მეუფევ, თქვენთვის რას ნიშნავდა, თქვენ უკეთ ახსნით, რას ნიშნავდა ცრემლი პატრიარქის თვალზე? ცრემლი პატრიარქის თვალზე ბევრ რამეს ნიშნავდა. უპირველეს ყოვლისა ეს იყო შეგნება და გააზრება იმისა, რომ პიროვნებას ღმერთმა ასეთი მისია დააკისრა. ეს იყო რასაკვირველია უდიდესი მადლიერების განცდა. არსებობს ესეთი გამოთქმა და ჩვენ ეს ყველას განგვიცდია სიხარულის ცრემლი. ეს იყო სიხარულის ცრემლი, მაგრამ სიხარულის ცრემლი, რომელიც გარდა ეს არ არის ჩვეულებრივი სიხარული, ეს არის რაღაც ამაღლებული, ძალიან დიდი ამაღლე. აი ვთქვათ, რომ გავიგებთ რაღაცა დიდ წარმატებას ჩვენი ახლობელი ადამიანის და ცრემლი მოვადგეს, არა? ეს იყო ბედნიერების ცრემლი, ეს იყო ნეტარი. იცით, მე სხვა რამესაც ვიტყვი, ახლა ეს ორი თვე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ძალიან დაძაბული იყო ყველასთვის. აი ჩვენ ეს შიში, რომ აი როგორ განვითარდება რა, შედეგები გვექნება. ამიტომ მე ვიცი, რომ პატრიარქის სიოს ღამეები არ ეძინა. ჩვენს ხშირად არ გვეძინა, მაგრამ გიზიარებდათ საკუთარ ემოციებს? კი, ვისაუბრია, ნუ აი რო ხდებოდა. ვის და ხა წმინდა სინოდიდან ალბათ თქვენთან ექნებოდა გულახდილი საუბარი, ხო? ყოველთვის ქონდა. მე აი რისი თქმაც შეგიძლიათ, იქნებ ჩაგვახედოთ აი ამ თუნდაც ორი თვის. უთქვამს ის, რომ აი ერთის მხრივ რომ აი ძალიან მძიმე დაძაბული იყო ეს პასუხისგებლობა ჯერ პატრიარქის გაცილებასთან დაკავშირებით, მერე ამ არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით, გარდა წმინდა ადმინისტრაციული, აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რომ აი რაღაცა ღირსეულად რომ მოხდეს ეს ყველაფერი, როგორც პატრიარქთან მიმართებაში, ისე ახალ პატრიარქის არჩევასთან, ეს ძალიან დიდ ენერგიას იტყობს, მაგრამ ამას ემოტებოდა სწორედ ის, რომ აი მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო ეს საზოგადოებაში. ახლა მაგალითად ჩვენ შემოგვეხმიანა ბევრი ადამიანი და აი დღეს შემოგვეხმიანა ქალბატონი, ჩვენი ძალიან ახლობელი, ჩემი ოჯახის ახლობელი ქალბატონი, რომელიც 100 წლის ხდება. დიახ. და თქვა, რომ ძალიან მეშინოდაო, რომ პატრიარქის შემდეგო დაიწყებოდა არეულობა და განხეთქილება და გუში რო უყურეო ამ პატრიარქის კურთხევასო, აიო ეს შიში გამიქრა და მე მგონი თელ საზოგადოებაში ეს შიში გაქრა და აი ამის გამო იყო ძალიან დიდი მღელვარება. და როგორც თქვენ გაიხსენეთ, იყო რასაკვირველია საფუძველიც ამ მღელვარების, იმიტომ რომ ზოგი მთავარი უფრო ემოციურად გამოხატავდა ამას. და ეს იყო და ყველაზე დიდი დატვირთვა იყო მაშინდელ მოსაყდრეზე, ახლანდელ პატრიარქზე. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ის თხოვდა. მასზე იყო, ყველაზე დიდი პასუხი მასზე იყო და იცით მე ბოლომდე უთანაგზნობდი მას პირადად და მაშინაც როცა ისე გამოდიოდა თითქოს ეს ხელოვნურად მოხდა რაღაცა შეჩერება ზოგიერთი მღვდელმთავრის, მე ამაში არ ვხედავდი რაიმე ხელოვნურს, მე ვხედავდი რომ ეს არის ძიება, აი სწორად როგორ მოვიქცეთ. ღვთის წინაშე მე არ ვიცი, შეიძლება ისე ჯობდა. შეჩერებას გულისხმობთ, როდესაც აი ზოგიერთი რაღაც იმეების გამო, რაღაც დებულებაში არსებული ნორმების გამო იყო შეჩერება. ღვთის წინაშე მე არ ვიცი, ესე იგი, ისე ჯობდა, ასე ჯობდა, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი, რომ თუ ეს შეჩერება ხდებოდა, ეს არ იყო პიროვნული რაიმე
მიზეზის გამო, ის იყო ძიება ჭეშმარიტებისა, ღვთისნებისა და ეხლა ჩვენ შეიძლება შევცდეთ ადამიანები. ეხლა მე ასე სხვანაირად ვფიქრობ, ის სხვანაირად, მაგრამ როცა სინოდი მსჯელობს, იქ სული წმინდა კარნახობს სინოდს და მე ვამბობდი რომ მე ასე ვფიქრობ, მაგრამ სინოდი რასაც იტყვის, მე მას დავემორჩილებ და ასე ვიყავით ყველა. და ამიტომ რასაც სინოდი იტყოდა, აი ეს იყო კიდე საოცრება, რომ აი ეს სარწმუნოება გამოავლინდა და ერთ რამეს დავამატებ. ეს არის ნაყოფი პატრიარქის ჯვარცმული მოღვაწეობის. მან ჩვენ აღზარდა. მან ჩვენ აი ესე რომ ვთქვათ, ქუჩიდან მოგვიყვანა რა გაგებით ახლა არა საერო ტერმინით ქუჩა, არამედ არაეკლესიური, ველური ქრისტიანობიდან მოგვიყვანა. უმრავლესობა ძალიან იშვიათი იყო, ვისაც ოჯახში ეკლესიური ოჯახის წევრი ჩვენ და ასეთ დონეზე აგვიყვანა, დამთავრები გავხადა და ამიტომ ეს არის მისი დამსახურება. და თვითონ საზოგადოებაშიც აი გამოჩნდა, რომ ის რაც მან აკეთა, არ დაიკარგა. ის და ერთ საოცარ რაღაცას გეტყვით. მითხარით. პატრიარქი იყო პიროვნება, რომელიც როცა რაიმეს აკეთებდა, იგი არ ცდილობდა რომ ნაყოფი ეხილა ვთქვათ ძალიან სწრაფად ერთ წელიწადში, ორ წელიწადში. მას შეეძლო ეს ათეულ წლებზე ესე ვთქვათ განესაზღვრა და კიდევ უფრო დიდ ხანზე. და მე ესეთი გზნობა მაქვს, რაც გამოვლინდა მისი მოღვაწეობიდან. ეს არის მისი მოღვაწეობის, რაც მან დასთესა, მხოლოდ 20%. და 80% კიდე გამოვლინდება. თუნდაც ის აი რაც მოხდა, ის ერთობა, ეს ერთსულოვნება მის სიცოცხლეში ამ ხარისხში არც ერთხელ არ გამოვლენილა. და აი ეს გამოვლინდა სინოდშიც და მე ღრმად მწამს, რომ კიდევ უფრო გამოვლინდება და პატრიარქი ამას აგრძელებს ჩვენს წინამძღოლს. ანუ შეგვიძლია ასე ვთქვათ, თქვენ საუბრიდან გამომდინარე ვფიქრობდი და ესეთი განცდა დამრჩა, რომ პატრიარქი ჯერ კიდევ ანუ გარდაცვალების შემდეგაც ეხმარება ახალ პატრიარქს, სინოდს და თითქოს სწორ მიმართულებას აძლევს. ერთ-ერთმა მღვდელთმარმა მითხრა, რომ თავისი მოღვაწეებით ილიამ მეორემ ძალიან დიდი ავანსი დაუტოვა, მაგრამ ნუ ეს ავანსიც უნდა ვიცოდეთ, რომ არ არის განუსაზღვრელი. ხა გადავიდეთ ამ საკითხზე. მე გუშინდელი დღე კიდევ იმითი იყო ძალიან საინტერესო და ეს ვთქვი, რომ თქვენ ხართ ის მღვდელმთავარი, ვინც უძველესი მიტრა, როგორც პატრიარქობის დამადასტურებელი ერთ-ერთი ნიშანი თავზე დაადგით ახალ პატრიარქს. არ ვიცი, რამდენად სწორად მესმის ჩემთვის თქვენც იზიარებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საკუთარ თავზე ახალმა პატრიარქმა აიღო და მართლა ძალიან დიდი ტვირთი და ძალიან დიდი ჯვარია. ზოგადად სასულიერო ცხოვრება არის ჩვენთვის საერო ადამიანებისთვის დიდი და მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთი და მით უმეტეს, როდესაც მზად ხარ ეკლესიის წემს მთავარი გახდე, ხო? ანუ თქვენ რით გამოარჩიეთ მეოფეშიო პატრიარქიშიო მესამე? მე დიდი ხანია მას ვიცნობ, მას შემდეგ რაც იგი მან დაიწყო პირდაპირ მონასტრული ცხოვრება. დატოვა კონსერვატორია საკმაოდ წარმატებულმა პიროვნებამ, ისეთი კარგი ქართული ოჯახიდან, ტრადიციული, აი მაღალი კულტურის, მაღალი ზნეობის ოჯახიდან, თბილისური ოჯახიდან გამოსულმა პიროვნებამ, ახალგაზრდა კაცმა, წარმატებულმა, ესე იგი, მუსიკოსმა უცებ დატოვა და უცებ წავიდა მონასტერში. აი მონასტერში რო წავიდა, მე მას შემდეგ მას ვიცნობ. ვიცნობ და სულ ჩანდა ერთი რამ, რომ ის არასოდეს არ ეძიებდა რაიმე წინსვლას და კარიერულ წარმატებას. არასოდეს. პირიქით ისიც გამოირჩეოდა იმით, რომ იყო ძალიან კარგი გაგებით, სულიერი, ასე ვთქვათ, ღირსება, ჩაკეტილობა, აი ძალიან კონცენტრირებული ლოცვაზე, ასკეტურ ცხოვრებაზე, რასაკვირველია ურთიერთობაში ძალიან თავაზიანიც იყო და მაგრამ აი ერიდებოდა ხშირ კონტაქტებს. ძალიან ჩაღრმავებული იყო. მღვდელიც რო გახდა, ვთქვათ, არ ქონდა პრეტენზია მღვდელობის. მე ეპისკოპოსობაზე მე კარგად მახსოვს, რომ აი
შეშფოთებული იყო, იქნებ 1-2 წელი მაინც მაცადონო, რომ მომაგდეო, ესე. აი ეს სულ ქონდა. მოსაყდრეობაზეც იგივე ქონდა. ძალიან შეშფოთებული იყო, შეშინებული იყო და ნუ ამ პატრიარქობაზეც ასევე შეშინებული იყო და მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო ადამიანი, რომელიც რაიმე კარიერულ წინსვლას ესწრაფოდა. მე ასე ვხედავდი და ვხედავ და რაღაცა სისუფთავე მისი მე მჯერა, მისი სისუფთავის მჯერა, შინაგანი, გულწრფელობის, სისუფთავი ძალიან სერიოზული მლოცველი ადამიანი, ღრმა და მორწმუნე და ძალიან განათლებული ამავე დროს. და ამ ერთადერთი ალბათ რაც აი მას მისთვის ძნელი იყო ყველაზე მეტად, ეს იყო აი ასეთი უკვე საზოგადოებასთან ასეთი უკვე აქტიური და ახლო ურთიერთობა, რომელიც უკვე არ შეიძლება, ნუ მოსაყდრეს რომელიც უნდა ქონოდა და პატრიარქის მოადგილეობა უნდა გაეწია. აი ეს მე სულ მეუბნებოდი, რომ მე არ მეგონა, რომ თქვენ ამას შეძლებდით, მაგრამ პატრიარქმა იცოდა, რომ ის შეძლებდა და აი ამ 9 წელმა ის მოამზადა. ხო, ძალიან საინტერესოა, სხვა შორის კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მრავალმხრივი ნიჭით და დაჯილდოებული ადამიანი იყო და ხატებს წერდა, მუსიკას წერდა და ხშირად ასრულებდა კიდეც საკუთარ ნაწარმოებებს, არ ვიცი, ალბათ უფრო ვიწრო საზოგადოების ვიწრო წრისთვის. რაც შეეხება შიო მესამეს, კიდევ უკრავს ვიოლონჩელოზე? იცით, მაგ მიმართულებით ჯერჯერობით მე არ შემიმჩნევია მისი, ესე ვთქვათ, სურვილი, რომ ეს გააგრძელოს. მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვი. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება მოლოდინებს ერში. ბევრი მოლოდინი გაჩნდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, რომელიც წინ წამოვიდა, რაღაცნაირად უკავშირდება, არ ვიცი, დიდ ეროვნულ შერიგებას. შესაძლებელია ამის საფუძველი თავად აწუხო პატრიარქ შიო მესამის წერილები იყო, რომლითაც ის საჯაროდ მიმართავდა ხელისუფლებას. შესაძლებელია რაღაცნაირად ახალი პატრიარქის სურვილი, რომ მეტი, არ ვიცი, დობა, ნუ პირველი ნაბიჯები გადადგას როგორც პატრიარქმა. ხო, ბუნებრივია მისგან. საიდან წამოვიდა, მე უფრო გითხარით ეს იდეა. რამდენადაც მე ეს მახსოვს პატრიარქის სიცოცხლეში, საერთოდ მოსაყდრეობის პერიოდში იგი ახალი პატრიარქი არაფერს არ აკეთებდა პატრიარქთან შეთანხმების გარეშე. და უკვე მაშინ დაიწყო ამაზე მან საუბარი, მაგრამ ეს რასაკვირველია იყო ყველაფერი პატრიარქთან შეთანხმებული და რასაკვირველია თუ ვინმეს ფიქრობს შეწყალებაზე, შემწყნარებლობაზე და ფიქრობდა საქართველოში ეს პირველად პატრიარქი იყო, მაგრამ მისი ბუნებაც სრულად ამას ეთანხმებოდა და მას დაწყებული ჰქონდა უკვე საუბრები ამაზე. მე ვიცი, რომ საერო ხელისუფლებასთანაც იყო ესეთი საუბრები, შეიძლება ეს ოფიციალური ხასიათი არ ქონდა, მაგრამ მოსამზადებელი იყო. რასთან დაკავშირებით, ანუ შერიგებაზე იყო საუბარი? შერიგებაზე პირველ რიგში და ნუ მის ფორმებზე, სხვადასხვა ფორმებზე, რა ფორმებზე. მათ შორის შესაძლებელია აქციების დროს დაკავებული ადამიანების მიმართულებით რაღაცა რომ მოფიქრებული ყოფილიყო და ამაზეც რასაკვირველია და მინდა ვთქვა, რომ არის ეს, ასე ვთქვათ, იმედი იმისა, რომ ეს გაგრძელდება მისი მხრიდან და რაც თავარი, აი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ამაზე ჩვენ როცა შეხვედრები ჰქონდა, ჩვენ ვსაუბრობდით და მის ის ინიციატივა ხშირად მისგან მოდიოდა. ანუ ეს სურვილი არის და რაღაცა მოლოდინი არის, რომ რაღაცა სახით ეს უნდა განხორციელდეს. წმინდა სინოდი როგორ იქნება, რა ფორმით იქნება ჩართული? აი მოვისმინე, რომ შესაძლებელია მღვდელმთავრებმა პირველივე, ესეც ძალიან საინტერესოა, როდის ველოდოთ ახალი პატრიარქის პირობებში სინოდის პირველ სხდომას და შესაძლებელია თუ არა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სწორედ აი ეს თემა იყოს წამოჭრილი როგორც განხილვის საგანი. მე პირადად არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს განხილვის საგანი. რამე თუ ეს არის საერთოდ აი გაერთიანების თემა უნდა იყოს საგანი, მე მგონი, აი როგორ შეიძლება რომ ნაბიჯები გადაიდგას ამასთან დაკავშირებით და რასაკვირველია მათ შორის თუნდაც აი შეწყალების თემა.
ასე რომ როდის იქნება ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს უნდა მომზადდეს. ხო, ანუ რაღაც დაახლოებით ვადები მაინც არ ვიცით, იმიტომ რომ იცით რა, ეს მაინც იწევს სინოდს პატრიარქი, ამიტომ ჩვენ ჯერ არ ვიცით. ხო, თუ გავითვალისწინებთ, რომ თუ არ ვცდები 17-ში საპატრიარქოში უცხოეთიდან სტუმრების მიღება იგეგმება, რაიმე თუ შეგიძლიათ გითხრათ, რაც შეიძლება, არ ვიცი, პრესაში ამ ეტაპზე გაჟღერდეს, ვინ შეიძლება ჩამობრძანდეს. საერთოდ წესია ესეთი, რომ ყველა პატრიარქის არჩევისას ყველა ეკლესია იწევს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს. და იმედია, რომ ყველა დელეგაცია დაესწრება. გასაგები მიზეზების გამო ყოველთვის იყო შეკითხვები, როდესაც რუსეთის დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ ხოლმე ამა თუ იმ მიზეზით. ხოთ შორის ერთ-ერთ ვერსიად თუ რატომ ჩაინიშნა აღსაყდრება ძალიან მალე ფაქტობრივად არჩევიდან მეორე დღეს, ესეც დასახელდა აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება, რომ რაღაცნაირად ავირიდეთ უხერხულობა პატრიარქის აღსაყდრების ცერემონიაზე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია ყოფილიყო თუ მე ამ გადაწყვეტილების საფუძველი არ ვიცი, იმიტომ რომ ბოლო შეხვედრებს ვერ დავესწარი რა იყოს გარკვეული მიზეზების გამო და აი мотиваცია რა იყო, არ ვიცი. თუმცა ერთ-ერთი мотиваცია ის იყო, რომ და სრულად ასე ვთქვათ, ბუნებრივი მოთხოვნა, რომ აღსაყდრების გამორჩევის შემდეგ ნებისმიერ დღესასწაულზე და კვირა დღეს პატრიარქი უკვე უნდა იყოს ნაკურთხი და ეს დღე იყო უდიდესი დღესასწაული გუშინდელი. ეს იყო ღვთისმშობლის წილთომილობის დღე, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატით ჩამობრძანების დღე და ამ დღეს გუშინ დაიწყო საქართველოს ეკლესიის მიერ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავის აღნიშვნა. 12-ში დავიწყეთ ეს აღნიშვნა და დაიწყო მოგზაურობა აჭარიდან, საიდანაც შემოვიდა ანდრია პირველწოდებული და ეხლა ჯგუფი ფეხით მოგზაურობს აჭარაში. პირველში დაიწყება წმინდა ნინოს ჯავახეთიდან გზაზე და ასე 6 თვე შემოივლიან მთელ საქართველოს. კი ბატონო, ისევ მინდა რა შეწყალების თემას დავუბრუნდე, იმიტომ მქონდა მორიშვილი შეკითხვები და კიდევ არ მინდა რაიმე გამორჩეს, იმიტომ რომ არ ვიცი კიდევ როდის მექნება შესაძლებლობა თქვენთან ასე საუბრის. ანუ შეწყალებასთან დაკავშირებით სხვა მღვდელმთავრების მოსაზრება მოვისმინე, რომ აი შეწყალება პატიმრების უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს, რომ მონანიება, მიტევება და შემდეგ უკვე შედეგად შეწყალება. თქვენ ფიქრობთ, რომ აი ამ პრინციპით უნდა წავიდეს ეს პროცესი, თუ შეიძლება უფრო რაღაცა სხვა საშუალება გამოინახოს, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება ერთნაირად? მე იცით, ნამდვილად ვერ ვიტყვი იურიდიული, ესე ვთქვათ, ერთია ჩვენი ემოციური, წმინდა ქრისტიანული თხოვნა, რომ აი შევიწყალოთ ვთქვათ, დამნაშავე, უბრალოდ შევიწყალოთ, ეს შეიძლება ასეთი რამ იყოს წმინდა ქრისტიანული ვთქვათ, პოზიციებიდან, მაგრამ ხა გამომდინარე იქიდან, რომ მაინც სახელმწიფო სეკულარულია, შეიძლება მან ეს პრინციპი ესე მარტივად ვერ განახორციელოს. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიის მხრიდან ამ საკითხის დაყენება ყოველ შემთხვევაში მაინც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სახელმწიფო შეეცდება, რომ რაღაცა ფორმები გამონახოს და მე პირადად მაქვს ესეთი განცდა, რომ უკვე არ ვერ ვიტყვი ახლა თვითონ შეწყალების პროცესზე ეს როგორ უნდა აისახოს, მაგრამ შეიძლება ამაშიც აისახოს. საერთოდ შერიგებისთვის აუცილებელია, რომ გავიაზროთ ერთი რამ. საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის უმრავლესი ნაწილი, ძალიან მცირეა, რომელიც თავის თავს რომელიმე ბანაკში არ აღიქვამს სამწუხაროდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, უმრავლესობა აღიქვამს თავს ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. ეხლა თავისთავად განსხვავებული, ასე ვთქვათ, პოზიციებზე დგომა საშიში კი არა, შეიძლება სასარგებლოც იყოს საზოგადოებრივი განვითარებისთვის და ასე ვთქვათ, შემოქმედებითი თვალსაზრისით ძიება ჭეშმარიტება კამათში იბადება, მაგრამ
თუ კამათი ღებულობს კატეგორიულ ფორმებს, რადიკალურ ფორმებს და აგრესიულ ფორმებს, რასაკვირველია ის არ შეიძლება იყოს სარგებლობის მომტანი და მე მეჩვენება რომ აი ტელევიზიებმა ალბათ თვითონ საპატრიარქომ ერთ-ერთი რაღაც უნდა მოუწოდოთ საზოგადოებას რომ არ შეიძლება სიძულვილის ენაზე ლაპარაკი. არ შეიძლება ერთმანეთის მოღალატედ გამოცხადება, იმიტომ რა ხდება, აი ორი ბანაკია და აბსოლუტური უმრავლესობა მეორე მხარეს აღიქვამს მოღალატედ და ის პირველი პირველ ერთმანეთს აღიქვან. ესე ძახილი ერთმანეთისთვის რომ შენ მოღალატე ხარ. მე მგონი ეს არის აი კატასტროფა. იმიტომ რომ შეუძლებელია დიალოგი თუ გამოურიცხავთ მეორე ადამიანში რაიმე ღირსებას. მე უფრო ძალიან დაგავალებთ თუ აი აქ პირდაპირ ეთერში გთხოვთ რომ იქნება ეკლესიამ, საპატრიარქომ, წმინდა სინოდმა, პატრიარქმა დიდი პოლიტიკური შუამავლობა ითვირთოს, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა მოუწოდეთ არა, რასაკვირველია, არა, მხარდაჭერა თქვენი, არა, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა თქვენ გეკრებათ და ამას სულ ვცდილობ ხოლმე, კი ბატონო. ეკლესია შეეცდება ამას, ამ მონახოს ეს ფორმები, რომ ეს აი ამ შერიგებისკენ ნაბიჯები გადაიდოს. ხო, კი ბატონო, და კიდევ ერთი საკითხი რომ არ გამომრჩეს, ჩვენ ვიცით გაფართოებულ კრებას მეუფე ნიკოლოზმა მიმართა წერილით, რომელიც შემდეგ უკვე საჯაროდ გამოაქვეყნა. არ მინდა რამე შემეშალოს, მაგრამ შინაარსი იყო ასეთი, რომ ის წმინდა სინოდს მიმართავს თხოვნით არ გადადონ ილია მეორის წმინდანად შერაცხვა. ამ საკითხზე საუბარი მახსოვს ჯერ კიდევ პატრიარქის გარდაცვალების პირველივე დღეებში დაიწყო. რა ეტაპზე არის ეს პროცესი და რატომ ჩართვალა ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა, რომ შესაძლებელია გადაიდოს პროცესი და გაჭიანურდეს? ეკლესიის ისტორიაში ძალიან გასაგებია იშვიათი შემთხვევებია, მაგრამ სულ ცოტა ალბათ 20-30 შემთხვევა მაინც არის ამ 2000 წლის განმავლობაში, როდესაც წმინდანად შერაცხვა მყისიერად ხდებოდა. და ამის საფუძველი იყო ის, რომ აი მაგალითად ხა მოციქულები სიცოცხლეშივე უკვე იყვნენ წმინდანები, სასწაულებს ახდენდნენ. მაგალითად წმინდა ნინო სასწაულთ მოქმედი სიცოცხლეში წმინდანია. მაგალითად ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, ხო სიცოცხლეშივე წმინდანები იყვნენ. ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი. ანუ არიან ადამიანები, რომელიც წმინდანობის თემა უკვე აღარ საჭიროებს რაღაცა დროს. ამ თვალსაზრისით ჩვენ შორის ბევრს აქვს ასეთი აზრი და მე მგონი საქართველოს უმრავლესობას, რომ პატრიარქის წმინდანად შერაცხვის საკითხი არ დგას ეჭვის ქვეშ, რომ ვინმე ამას რაღაცა ეჭვის ქვეშ აყენებს, ну ძალიან რაღაც იშვიათი გამონაკლისის გარდა ალბათ ასეთი ყოველთვის შეიძლება იყოს. და ამიტომ მეუფე ნიკოლოზი ფიქრობს, რომ ეს თვითონ ეკლესიისთვის არის კარგი, რომ მისი რეაგირება იყოს მყისიერი, ანუ შესაბამისად, რომ ის რაც ეკუთვნის, ის ჩვენ პატრიარქს კი არ ჭირდება, ის ჩვენ მე პირადად ვთვლი, რომ ის უფალთან არის სასუფეველშია, ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ერთია ჩემი პირადი აზრი და მეორეა უკვე ეკლესიის გადაწყვეტილება, როცა ოფიციალურად ჩვენ დღეს პანაშვიდს ვიხდით პატრიარქისთვის, ოფიციალურად. თუმცა ბევრი ამბობს, რომ მე არ შემიძლია პანაშვიდი გადავიხადო და ვთხოვ ღმერთს, რომ მიუტევო მას შეწოდებანი, იმიტომ რომ ჩემთვის ის წმინდანია. მაგრამ მეუფე ამბობს, რომ ხომ არ არის კარგი ისევ ეკლესიისათვის, რომ აი მისი სიმაღლის მაჩვენებელი, მისი სიძლიერის, მისი ამა სულიერების მაჩვენებელი ხომ არ არის, რომ ჩვენ არ შეუშინდეთ ამ გაბედულებას და ამისკენ არის მოწოდება, რაზეც მინდა გითხრათ, რომ ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ვამბობთ, რომ მოდი ესე ვთქვათ, არ ავჩქარდეთ და აი ღმერთი მიგვანიშნებს და ალბათ ეს მე მაგალითად გონია, რომ ეს მალე უნდა
რომ უნდა მოხდეს მგონია და მგონია რომ არის მოხდება. სინოდის გადასაწყვეტია თავიდან ბოლომდე ეს საკითხი. ანუ თქვენ მიგაჩნიათ რომ მალე მოხდება, თუმცა მაინც ელოდებით რაღაც მინიშნებას ამასთან დაკავშირებით. იქნება რაღაც მინიშნება ალბათ. და ყოველ შემთხვევაში თვითონ სურვილი ამისა მე ვამბობ რომ არა მარტო მეუფე ნიკოლოზში, არამედ ბევრ სასულიერო პირშია და მოსახლეობის დიდ ნაწილში. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვა მექნება, აღარ დაგღლით, იმიტომ რომ ესეც წარმოადგენს რაღაცა ინტერესის საგანს. არ ვიცი, რეფორმები შეიძლება, მოდი ვთქვათ, გარკვეული ცვლილებები არის თუ არა მოსალოდნელი ეპარქიებში, იყო საუბარი რომ თითქოს და შესაძლებელი, არ ვიცი, ახალმა პატრიარქმა ჩათვალოს რომ ეპისკოპოსების ნაწილი რა ქვია, საეკლესიო ცხოვრებაში არის პენსიაზე უნდა წავიდნენ, ეპარქიების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, გაჩნდნენ ახალი მღვდელმთავრები, ანუ გაქვთ ამის მოლოდინი და საჭიროებას თუ ხედავთ გარკვეული რეფორმირების? მე ასე გეტყოდით, რომ პატრიარქის სიცოცხლეში მუდმივად პატრიარქი აი დღე არ გავიდოდა რომ რაღაცა ახალი არ ეთქვა რომ მოდი ახლა ესე გავაკეთოთ განვითარებისთვის ძიება ეს მუდმივი პროცესია მით უმეტეს ისეთი ეკლესიისათვის როგორიც პატრიარქმა ჩაიბარა ესე იგი აღშენებლო ესე იგი განადგურების პირას მისულ ეკლესიას სულ ჭირდებოდა აღშენებლობის პროცესი და ამ პროცესში იყო პატრიარქი სულ რაღაცა ძლიერდებოდა, ვითარდებოდა, ნუ ისე ვიტყვი რომ აი ეს ბოლო 2 თვე და ეს არჩევნებიც არის ამის დასტური რომ მან ძალიან დიდი ცვლილებები შეძლო და ეს ცვლილებები უნდა გაგრძელდეს. გაგრძელდეს და რასაკვირველია გაგრძელდება და მე გეტყვით თქვენ რომ ბევრი რამ დაგვიბარა მან რაც ჩვენ მის სიცოცხლეში ვერ მოვასწარით და ჩვენ იმას გავაგრძელებთ. შეგიძლიათ გითხრათ რა დაგიბარათ პატრიარქმა? ნუ იცით რა ეხლა ესეთ საკითხებს მე ვერ ჩამოთვლი, მაგრამ ერთს მაგალითად გეტყვით, რაც ყველაზე ესეთი ყველასთვის მზნობიარე თემა იყო ამ 2 თვის განმავლობაში, რომ დებულების შეცვლა სინოდის ერთ-ერთ სხდომაზე იყო მიღებული და მუშაობა იყო დაწყებული, მაგრამ დამთავრებული არ იყო. ანუ პატრიარქი თვითონ თვლიდა რომ დებულება უნდა შეცვლილიყო. ხო, ანუ აი თუნდაც დებულების შეცვლაზე მუშაობა. კონკრეტულ საკითხებამდე რომ დავიყვანოთ, დებულება რომ შეცვლილიყო, რაზეც სამუშაო პროცესი იყო უკვე დაწყებული და ეს პროცესი დასრულებულიყო. შეიძლება რაღაცა ისაიას და შეიძლება ცვლილებები ყოფილიყო. გრიგოლს ეკნებოდათ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის და შესაბამისად უფრო მძაფრი კონკურენცია იქნებოდა არჩევნებში პატრიარქობისთვის. იცით რა, მე სიმართლე რომ გითხრათ, ვერ გეტყვით როგორი რა მოხდებოდა, ვთქვათ რომ აი ეს შეფერხებები არ ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც მაქვს ასეთი განცდა, რომ მოლოდინი იმისა, რომ მოსაყდრე გახდებოდა პატრიარქი, იყო დიდ უმრავლესობაში. და მაინც შეიძლება ეს საბოლოო ჯამში შეიძლება მტკივნეული იყოს, რომ რაღაცა ბარიერის გამო არ არის საშუალება არჩევნებში მონაწილეობის მიღების, მაგრამ თვითონ საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, ახლა სურათი შეიცვლებოდა, მაგრამ საბოლოო შედეგი მე ვფიქრობ, რომ ასეთი დადგებოდა, როგორც დადგა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ანუ იმდენად საინტერესოა თქვენთან საუბარი, რომ არ მემეტება დასასრულებლად. ანუ უნდა ველოდოთ, რომ ეს დებულება უახლოეს პერიოდში შეიცვლება? იცით რა, აი რამდენ ხანში შეიცვლება არ ვიცით, მაგრამ ის რომ ერთ-ერთი ამოცანა ამაზე ყველა კანდიდატმა ისაუბრა, რომ ეს უნდა შეიცვალა. ანუ ეს მოლოდინი, ეს დაწყებული იყო და უნდა დამთავრდეს. ანუ დაზუსტდება დიპლომისა და ასაკის საკითხი? ყველა პუნქტი უნდა დაზუსტდეს. თუ მოიხსნება ზოგადად ეს შეზღუდვა? მე პირადად არ ვიცით რა შედეგი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება გაუმჯობესებული ყველანაირად. მადლობა მეუფე დანიელი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ უკვე პოლიტიკურ თემებზე გავაგრძელებ საუბარს. ტატა ხვედელიანი შემოგვერთდება.
მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ დანელიას ქუჩაზე, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა, მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის პროცესი შეაჩერა და კომპანია, რომელიც აი ამ პროცესს ახორციელებდა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 30,000 ლარით დააჯარიმა. ტატა ხვედელიანი პარტია გახარია საქართველოსთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატია ჩვენი გადაცემის სტუმარი. საზოგადოებამ სწორედ მისგან გაიგო, მის მიერ გავრცელებული კადრებიდან ნახა თუ როგორ ხდება დანელიას ქუჩაზე საკმაოდ დიდი მიწის მასის ჩამოწოვა და მე რაც წერს სხვათა შორის რომ დაზიანდა მძიმე ტექნიკა, რომელიც იქ მუშაობდა საბედნიეროდ, ამ ტექნიკაში არავინ არ იმყოფებოდა. ტატა, იქიდან მოდიხართ როგორც ვიცი, მოდი მოგვიყევით, ანუ რა მოხდა, რა რეაგირება მოახდინა მერიამ და რაც მთავარია, რატომ მოხდა და შეიძლება თუ არა მსგავსი რამ კიდევ სადმე გადმეორდეს. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, მე მოვდივარ დანელიოს ქუჩიდან, სწორედ ახლა. დილით მოხდა ის, რომ მიწის მასივი ჩამოინგრა, მოიყოლა შესაბამისი ტექნიკა. მადლობა ღმერთს, რომ ტექნიკაში არ იყო არავინ და მადლობა ღმერთს, რომ მოსახლეობაც არ იყო იმ პერიმეტრზე, რადგან ძალიან მძიმე კადრები იყო, მე დავდე სოციალურ ქსელში. ჩემი ყოფნის დროს კიდევ ორჯერ ჩამოინგრა ესეთივე მიწის მასივი. საქმე ძალიან მარტივად არის, ფაქტიურად იდენტურად ის პრობლემა, რაც მუდმივად არის ჩვენს ქალაქში, თბილისის მერიის კორუფციული, უყურადღებო, არაკომპეტენტური ურბანული პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ დღესდღეობით დანელიას ქუჩა საერთოდ რომ ნახოთ, ეს არის ფაქტიურად კლასიკური მაგალითი აი ამ კორუფციული დაინტერესებისა, იმიტომ რომ 2023 წლის გეოლოგიური დასკვნა აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ამ დასკვნის მიხედვით იქ მშენებლობის წარმოება საერთოდ არ შეიძლებოდა. შესაბამისად, ამის ფონზე 2025 წელს თბილისის მერიამ გასცა ნებართვა და იქ დაიწყო მშენებლობა, ძალიან დიდი კომპლექსი უნდა აშენდეს და ფაქტიურად თქვენ თუ ნახავთ იმ ადგილს, შეუძლებელია იქ საერთოდ რაიმე სახის უსაფრთხოებაზე საუბრობდეთ, იმიტომ რომ ფაქტიურად ჰაერში არის გამოკიდებული ადგილი და ამ ფერდზე მაცხოვრებელი ადამიანები ფაქტიურად ყოველდღიურად ძალიან დიდ პრობლემებთან არიან კავშირში უსაფრთხოების მიმართულებით. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ის, რომ კახი კალაძეს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კორუფციული მიზნებით, საკუთარი სარგებელი, რომელსაც ის ღებულობს თბილისში არსებული მშენებლობებისგან და ხედავთ ის ადგილიც და ის პერიმეტრიც, რომელიც საერთოდ არ იყო პრობლემური, იმიტომ რომ დანელიას ქუჩა ეს ნაფეტვრების მიმართულება საერთოდ არავითარ პრობლემას და გამოწვევას არ წარმოადგენდა ჩვენი ქალაქისთვის. აი ახლა უკვე ესეთი საშიში ადგილი გახდა. მე ჩემი ყოფნის დროს ინსპექციამ შეაჩერა, ოფიციალური დადგენილებით შეაჩერა მშენებლობის წარმოება, თუმცა ეს განხორციელდა მას შემდეგ, რაც აი ესეთი ფაქტი დაფიქსირდა. ამაზეა სწორედ საუბარი, სანამ არ ხდება კონკრეტული ინციდენტები, სანამ არ ფიქსირდება ის ტრაგედიები, რომლებიც წინა წლებში იყო, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ წყნეთის ფაქტი, როდესაც ბავშვს დენმა დაარტყა და ამისგან გარდაიცვალა, ჩვენ ნახეთ ვაკის პარკის ტრაგედია, ჩვენ ნახეთ თხრილში ჩავარდნილი ბავშვები, ჩვენ ნახეთ ბათუმში ასევე ოცნების ქალაქში დაღუპული ბავშვები. აი ეს არის სწორედ არაკომპეტენტურობის, არაპროფესიონალიზმის და კორუმპირებულობის შედეგი. ეს არის სისტემური პრობლემა, იმიტომ რომ თბილისს ყავს ყველაზე კორუმპირებული ადამიანი თბილისის მერად. დღეს თქვენ ბრიფინგიც გამართეთ, რომელიც აბიტურიენტების თემას ეძღვნებოდა. თქვენ თქვით, რომ უპრეცედენტო ქაოსისა და გაურკვევლობის ფონზე უწევთ აბიტურიენტებს საკუთარი მომავალი პროფესიის არჩევა და აი ეს განათლების რეფორმა არის ხელისუფლების არაკომპეტენტურების კიდევ ერთი დადასტურება, ხომ? როგორ ფიქრობთ, რა სირთულეების წინაშე შეიძლება კიდევ აღმოჩნდნენ აბიტურიენტები, რომლებსაც აი ნაჩქარევად უწევთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება? რა თქმა უნდა, ნაჩქარევად უწევთ
ინფორმირების გარეშე უწევთ, იმიტომ რომ სწორედ აი ამ დარღვევებზე ვსაუბრობდი, ოცნების წევრები დღეს იცავდნენ სამინისტროს და მინისტრის მოადგილეც, რომელსაც ყველაფერზე აქვს პასუხი, თუმცა ეს პასუხები საერთოდ არ ესადაგება შეკითხვებს, შესაბამისად ისინი ვერ ასაბუთებენ, ვერ პასუხობენ იმ აქტუალურ შეკითხვებზე, რომლებიც არის ამ რეფორმის მიმართ, არც ერთ კვლევას არ ეფუძნება ეს რეფორმა, არც ერთი ექსპერტის ჩართულობით არ ხდება, გაუაზრებლად ხდება. აი დღესაც კი ჩვენ დაჩქარებული წესით ვიხილავთ კანონ პროექტს, რომელიც წესით დეკემბერში შემოტანილი ცვლილებით მაშინვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, თუმცა ამ სიჩქარეში და ამ გაურკვევლობაში ალბათ დაავიწყდათ. ეს თემა ეხება უნიშნელოვანეს ბერკეტს, როდესაც სახელმწიფო აძლევს საშუალებას სტუდენტებს, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი მოპოვებული გრანტი და დღემდე არ არის საგრანტო კონკურსი გამოცხადებული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო ჩვენი მოქალაქეების და სტუდენტების ხელში. შესაბამისად, განათლების ნგრევა მიმდინარეობს დღესდღეობით. ამას საერთოდ არაფერი არ აქვს იმ გამოწვევებთან, რომლებიც განათლების სექტორში ისედაც არის ჩვენს ქვეყანაში. ის რომ განათლების ხარისხი არის დაბალი, ის რომ ინფრასტრუქტურის პრობლემა არის, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც წლების განმავლობაში ვერ აუშენა ბავშვებს სკოლები და ამაზე გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, დღესაც ბავშვები და მშობლები ითხოვენ სკოლების შენობებს, რომლებიც დაიკეტა წლების წინ და 4 და 5 წლის განმავლობაში ოცნება არ აშენებს ამას და ესეც კორუფციის შედეგი არის, ესეც არაპროფესიონალიზმის და არაკომპეტენტურობის შედეგი არის. და ესეთი სკოლის ვერამშენებელი მთავრობა გვეუბნება ახლა, რომ 45 მილიონიო გამარტივებული შესყიდვით უნდა დაიხარჯოს ფორმებზეო, იმისთვის რომ გაალამაზონ ჩვენი შვილები და ლამაზად დასვან დანგრეულ სკოლებში, სადაც ელემენტარული საჭიროებებიც კი არ არის. შეშის ფეჩზე თბება რეგიონებში არსებული სკოლების უამრავი რაოდენობა. ასევე ამის გარდა უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის სასკოლო კვება, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, იმიტომ რომ სასკოლო კვება ეს საბუთდება იმ კვლევებითაც, რომლებიც არის ბოლო წლებში, ჩვენ ნახეთ UNICEF-ის კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი ზოგჯერ ან ყოველთვის განიცდის შიმშილ სკოლაში. ეს მალნუტრიციის პრობლემა არის. აი ამ გამოწვევებთან საერთოდ არ ცდილობს ოცნება ბრძოლას, სამაგიეროდ ცდილობს, რომ გაალამაზოს და კარგია ფორმები, რა თქმა უნდა, იდეას ფორმების შესახებ მე მივესალმები და ჩვენ მივესალმებით, თუმცა ვინმე მკითხა მშობელს, რომელი ურჩევნია მისი შვილისთვის, რომ გამოყვებილი იყოს თუ ფორმა ეცვას. შესაბამისად, ზოგადი განათლების მიმართულებითაც, უმაღლესი განათლების მიმართულებითაც, კონკრეტულად ჩემი ბრიფინგი ეხებოდა უმაღლეს განათლებას, ცნობარი, რომელიც დაგვიანებით გამოქვეყნდა 2 დღით ადრე რეგისტრაციამდე, ანუ ფაქტიურად სტუდენტს აბიტურიენტს არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის სტუდენტისთვის. ასევე ხარისხობრივი აკრედიტაციის მიმართულებით გადავადება მოხდა 2 თვით უნივერსიტეტებისთვის, აი ამ პროგრამების ნაწილში. ესეც დაგვიანებით ხდება, იმიტომ რომ ქაოსი არის და ფაქტიურად მე ასევე მინდა შევეხო ტექნიკური უნივერსიტეტიდან გადააქვთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრარული მიმართულება და ფაქტიურად ძალადობრივი ფორმებით ხდება, არავითარი ნორმატიული აქტებზე დაყრდნობით, არავითარი საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით არ ხდება, ფაქტიურად ხდება ამოგლეჯვა იმ პროგრამის, რომელიც აკრედიტირებული იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამის გადატანა ხდება სოხუმის უნივერსიტეტში და დევნილ უნივერსიტეტს ფაქტიურად ამ გადაწყვეტილებით ისინი აუქმებენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არგუმენტი არის ხო, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს ასევე განხილვის საგანი იყო, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია, თქვენ თქვით, რომ ასეთ მწვავე შეფასებებზე მხოლოდ ოცნება არის პასუხისმგებელი, სხვათა შორის ამასობაში მოგვისწრო ამბავმა, რომელსაც თავად ტელეკომპანია იმედი ავრცელებს, ევროპარლამენტმა მათ შენობაში
მუშაობა ერთი წლით აუგრძალა, მოლდოვამ კი იმედს რუსთავებსა და პოზიტივის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა, როგორ შეიძლება ზოგადად ეს პროცესი გაგრძელდეს და მიგაჩნიათ, რომ იგივე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ქმედით ნაბიჯებში შეიძლება გარდაისახოს. რა თქმა უნდა, ძალიან მწვავე შეფასებები არის და ეს რეზოლუციაც ამის მაუწყებელია. კონკრეტულად იმედთან დაკავშირებულ მიღებულ გადაწყვეტილებას შევეხები. იმედი ძალიან დიდი ხანი არ წარმოადგენს უკვე მედიას, ეს არის ოცნების დანაყოფი, ოცნების PR სამსახური. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ოცნება იყენებს საკუთარი ძალადობრივი, საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის, ჰიბრიდულ ომში ამყოფებს ჩვენს მოსახლეობას, ძალიან დიდი ხანია. იმედის წარმომადგენლებისთვისაც ეს დისკომფორტული არ არის, ისინი მათ იციან, რომ პროპაგანდას ემსახურებიან. ტელეკომპანია იმედი ასევე მონაწილეობდა დანაშაულის დაფარვაში, კონკრეტულად გიორგი გახარიას წინააღმდეგ განხორციელებული, ორგანიზებული დანაშაულის დაფარვაში, მაშინ როდესაც მათ განახორციელეს იმ კადრების განთავსება საკუთარ ეთერში და შემდეგ არ მოგვცეს ეს კადრები. შესაბამისად, ეს არის ინსტრუმენტი და აქ გასაკვირი არ არის, რომ ის სანქცირებულია და ახლა უკვე ევროპარლამენტიდანაც მოხდა ამ სანქციების განხორციელება. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის და თქვენ რეზოლუციაც ახსენეთ. ეს არის ლუზერების და გაუმაძღარი ადამიანების მთავრობა და ჩვენ ამას ვხედავთ. იმიტომ რომ ესე იგი დღეს სხვათა შორის მინდა გამოვეხმაურო, დღეს საქართველოს პარლამენტში ცოტა ცხარა დებატები მიმდინარეობდა და გვესაუბრებიან ბატონი გორდულაძე, ბატონი ქადაგიშვილი, ეს ადამიანები გვესაუბრებიან, რომელთა გუნდიც და რო გადავხედოთ რომელთა გუნდიც არის ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობის დანაყოფი, იმიტომ რომ ყავთ გუნდის წევრებად ნაციონალური მოძრაობის შემომწირველები, ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, მაგალითად განათლების სისტემა ჩააბარეს ნაცების ციხეების უფროსს, რომელიც ახორციელებს ახლა ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას. ამის გარდა ეს ადამიანები, რომლებსაც არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ გვესაუბრონ ჩვენ, იმიტომ რომ ეს არის გუნდი, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებით დააზიანა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი 28 ნოემბერს, შეაჩერა ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი და ეს პროცესი იყო ჩვენი კონსტიტუციით გამყარებული არჩევანი, შესაბამისად ნებისმიერ თემას, რომელსაც ეს ხალხი შეეხო, ოცნების ამჟამინდელი სამთავრობო გუნდი, ნებისმიერი თემა მათ ჩააფლავეს. შეხედეთ საგარეო ურთიერთობებს, რომელთა მიმართულებით ჩვენ საერთოდ ვექტორი აღარ გვაქვს. ჩვენ საერთოდ აღარ გვაქვს არავითარი წინსვლა სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენ მეგობარ ქვეყნებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ძალიან დიდ სარგებელს გვაწვდიდნენ. აი ამ მიმართულებით, ფასების მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით თავს იწონებენ ეკონომიკური ზრდით, მაშინ, როდესაც ელემენტარული ინიციატივა ფასების დაკლებაზე მოუბრუნდა ჩვენს მოქალაქეებს, ფასების პირიქით მომატების შედეგით. რატომ? აი მაგალითად ახლა დღეს იყო საუბარი გივე შოთა ბერეკაშვილი ხო, რომელიც ამ კომისიის თავმჯდომარე იყო, ფასების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე. მან თქვა, რომ ეს არ იყო ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია იყო და ხაზი გაუსვა იმას, რომ სავაჭრო ქსელებმა საოჯახო კალათა შექმნეს, სადაც 15 საბაზისო პროდუქტზე ფასები საუკეთესოა და აღფრთოვანებულები არიან აი ამ კომისიაში ამ მიღწევით. ანუ პირდაპირ კომისიის მუშაობამ ფასებზე გავლენა ვერ გამოიღო, მაგრამ ირიბად აგერ რამხელა სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სავაჭრო ქსელებმა. ის რომ სოციალური პასუხისმგებლობა აქვს ამა თუ იმ ბიზნესმენს და სუპერმარკეტს, ეს არის მათი პერსონალური დაინტერესება. როდესაც პასუხისმგებლიანი მთავრობა ხარ და
აანონსებ ფასების შემცირებას და ახლა ფაქტიურად საკუთარი ქმედებები დასცინიან ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას. ბატონი ბერეკაშვილი, რომელიც ოფიციალური მილიონერია და საქართველოს პარლამენტში არის და კომისიას ხელმძღვანელობს, ფაქტიურად დასცინის მოსახლეობას, მაშინ როდესაც იძახის, რომ ჩვენო ფასებს კი არ ფასების დაკლების მიზნით კი არ შევქმნითო ეს კომისიაო. ჩვენო ამ ყველაფრის შესასწავლად შევქმნითო და ბოდიში იქ ძალიან ისეთ შეკითხვა მაქვს და იბადება ეს შეკითხვა, რომ აქამდე რას აკეთებდნენ? 14 წელია მთავრობაში არიან და რას აკეთებდნენ? სად იყო კონკურენციის სააგენტო, რომელმაც ყოველდღიურად უნდა განახორციელოს ეს ამ საკითხის შესწავლა და რა გააკეთეს? ჩვენ როდესაც მათ ვეუბნებით, რომ არ გამოვა მათი კორუმპირებულობის ფონზე ფასების შემცირება შეუძლებელია. ამას ჩვენ კომისიაში შესვლის პირველივე დღიდან ვეუბნებოდით. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ გავზარდოთ პენსია 200 ლარით. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ გავზარდოთ ადამიანების მყიდველუნარიანობა, გავაჩინოთ მინიმალური ხელფასის ცნება ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში, იმიტომ რომ ქართველი ადამიანი არ უნდა იყოს იაფი მუშახელი, არ შეიძლება მაღაროელი იყოს დაბალი ხელფასით, იმიტომ რომ ის ყოველდღიურად საკუთარი სამსახურით ფაქტიურად საფრთხეში იგდებს საკუთარ თავს. შესაბამისად, მყიდველუნარიანობის გაზრდით არის მხოლოდ და მხოლოდ გამოსავალი ამ სიტუაციიდან, თუმცა ბატონ ბერეკაშვილს, რომელიც მილიონს ხარჯავს მხოლოდ საკუთარი პირად სურვილებზე და ტანსაცმელზე, მისთვის ეს ძალიან რთული გასაგებია, რომ ადამიანები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, რომლებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკუთარი შვილების გამოყვება და ამიტომაც არის რომ ემიგრაცია გაზრდილია, ამიტომაც არის რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ადამიანები შველას ითხოვენ და ყველა ეტაპზე საზოგადოების ყველა ფენაში არის ეს პროტესტი. იმიტომ რომ ოცნება ხედავს მხოლოდ დიდარი ადამიანების პრობლემებს, მხოლოდ და მხოლოდ განიხილავს დიდარ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ რეჟიმთან დაკავშირებულ ადამიანებს, რომლებიც სარგებელს ღებულობენ ოცნების პოლიტიკისგან. მადლობა ტატა, ძალიან დიდი მადლობა ტატა ხვედელიანს, პარტია გახარია საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს უსმენდით. სულ ეს იყო ამ დროისთვის, გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდება პარასკევს, მე და თქვენ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს.